შავი ვარდი. გმადლობთ კადრიეჰანი. ამ სიკეთეს არ დავივიწყებთ, როგორმე გადაგიხდით. შულო, ვალდებული არ ხარ რამე გადამიხადო. ეს საქონელი ისევე როგორც ჩვენი შენი საკუთრებაცაა. შენ მშვიდად იყავი. ამ თანხას შენი წილიდან დავხარჯებთ. გმადლობ. უძლემი ხომ შენთან არის შულო. ნუ ღელავთ, გამოსვლისას შევხედე და ეძინე. წუხელ მთელი ღამე იმაზე ვდარდობდი ქენდალმა მისი აქ ყოფნის შესახებ არ გაიგოს მეთქი. ასე არაფერი გამოვა, ყველაფერი უნდა ავუხსნათ. მართალი ხართ. ვალდებულია მიიღოს. მისი ძმები გარეთ არიან, საბრალო გოგოს გარეთ ვერ გავაგდებთ. ნარინ, რა მოხდა შულო, სულ გაფიცრებული ხარ? მთელი ღამე თეთრად გავათენე და ალბათ ამიტომ. ნარინ, მომისმინე, ებრუნ გოგონები მოსამზადებელ კურსებზე უნდა ჩაწეროს. ბარანიმაც მათთან ერთად იაროს, წელს ვერ ჩააბარა. მოემზადება და მომავალ წელს ხომ მაინც ჩააბარებს. საჭირო არ არის დედა, მე და ჩემი შვილი რამეს მოვიფიქრებთ. ორჯერ წასვლა რა საჭიროა, გოგონების რეგისტრაციის გამო მე მაინც მივდივარ, ბარანის საქმესაც მოვაგვარებ. შენ შვილებს მიხედე, ჩემ შვილს უკვე მე თვითონ მოვუვლი. უკვე? ეგ რას ნიშნავს, ნარინ? უპასუხე, ნარინ. იმას ნიშნავს, რომ მე და ჩემი შვილი ამ საკითხს ერთად მოვაგვარებთ. ამჯერად რას აგვარებ, დეიდაშვილო? ბარანის მოსამზადებელი კურსების საკითხს. ბარანის მოსამზადებელი კურსები როდის აქეთ გეხება ელიტის ვარდო? გოგონებთან ერთად ბარანი ცივლის, რა მნიშვნელობა აქვს? მოსამზადებელი კურსები საჭირო არ არის. რას ნიშნავს საჭირო არ არის? ბარანს ყველაფერს ვასწავლი დედა და ქარხანას ისო ხელმძღვანელებს. ყველაფერი დაწვრილებით უნდა ვასწავლო. მომავალში ვინმეს ჩვენს საქონელზე პრეტენზია თუ გაუჩნდება, სათანადო პასუხი უნდა გასცეს. ხომ ასეა? ღმერთმა შეგარგოთ. პატარა ბიჭ ქარხანაში რა ესაქმება? თავის თანატოლებთან ერთად მოემზადოს და უნივერსიტეტში ჩააბაროს. ბარანის მომავალი შენ არ გეხება. შენ შენს ქალიშვილებს მიხედე. სხვის საქმეში ზედმეტად ნუერევი ებრუ. შენი არ მესმის, ნარინ. შუაღამისას ჩემს ოთახში შემოდიხარ, მამშვიდებ. არინერვიულო ყველანაირად დაგეხმარები, რომ მაია მისწავლოსო და ახლა რას მეუბნები? შენი მართლა არ მესმის. კარგი, ამ საკითხზე მოგვიანებით დავილაპარაკოთ. ნარინ, ებრუმ საუზმე მოამზადა. შენ წადი და ჩაი მოიტანე. ასიმ. დედა, წადი. ასიმ შულო. კარი გააღე. თავის მოკლაც კი ვერ შევძელი. ესეც კი ვერ შევძელი, დედა. შულო, გემუდარები, კარი გააღე. გააღე კარი. დედა, მე თუ მოვკვდები, ყველაფერი მოგვარდება. შულო, გემუდარები, კარი გამიღე. შენ რომ რამე მოგივიდეს, მე როგორ ვიცოცხლებ? გემუდარები, კარი გააღე. გთხოვ. კარი გააღე. შულო, კარი გააღე. ასიმ. კარი გააღე, ასიმ. გამიღე კარი. ასიმ. რაღაც ძალიან იგვიანებენ. რამდენი ხნის წინ გაიყვანეს? ნუ ნერვიულობ აიში, ალბათ ასეა საჭირო, ყველაფერს დაწვრილებით იკვლევენ, რომ რამე არ გამოეპაროთ. სიბელი სად არის? ეკოსკოპიაზე გაიყვანეს, მალე მოვაბიძია. წადი, აიშე წაიყვანე და სახლში წადით დაისვენეთ, მთელი ღამე გაათენეთ. მე ჩემს დასთან დავრჩები. დავრჩები, ბიძია, კარგად არიან. გასაგებია, მაგრამ შენ მაინც წადი შვილო, უძილობისგან ფეხზე ძლივს გახარ. ბარან, მართალია, წადი დაისვენე, ასე გულს უარესად მტკენ. გთხოვ, წადი. კარგი, თუ რამე დაგჭირდათ, დამირეკეთ. კარგი.
ჩვენზე არ იდარდო. იმედია ხვდები შენ გამო რაც ხდება ძმაო. კენდალბეი შეიძლება დაგელაპარაკოთ. რა თქმა უნდა, ექიმა. შენი ბოროტების გამო კიდევ რამდენი უცოდველი ადამიანი უნდა გამწარდეს. ექიმო, ჩემი შვილი როგორ არის? სწორედ ამ საკითხზე მინდოდა თქვენთან საუბარი. წამოდით, ჩემს კაბინეტში შევიდეთ. ასიმ. შვილო, კარი გააღე. ასიმ. ასიმ. შვილო. ჯერ მე მომკალი. სიცოცხლე შენ გამო მიხარია. შენ გარეშე ჩემ სიცოცხლეს რა ფასი აქვს? რადგან სიკვდილი ასე მტკიცედ გადაწყვიტე, დედა შენსაც დაეხმარე რომ მოკვდეს. გახსოვს ერთხელ მითხარი ყველაფერი დასრულდაო. ახლა დავასრულოთ. დედა, სასიკვდილოდ ვერ გაგიმეტებ. თავი მე ვერ მოვიკალი და შენ როგორ მოკლა? მითხარი რა ხდება ექიმო, ჩემი შვილი როგორ არის? თქვენთვის არც ისე სასიამოვნო ამბავი მაქვს. პირდაპირ მითხარით რა შორიდან მივლით ექიმო, ჩემ შვილს რა სჭირს? უფალი ყველაფერს ხედავს, კენდალ, ყველაფერს ხედავს. არც შენ გწყევლი და არც იმ არსებას, რომელიც ქვეყანას უნდა მოევლინოს. ბარან, დიდი მადლობა. წუხანდელს შემდეგ გვერდიდან არ გშორდები. რამე გაწუხებს? გუშინ რაც მოხდა ჩემზე საშინლად იმოქმედა. ცუდად ვარ. ბიცოლა ემინემ წუხელ ისეთი რაღაცეები გვითხრა. წლების განმავლობაში დაგროვილი ბოღმა ერთიანად გადმოამთხია. მოკლედ რომ გითხრა თავისი სიტყვებით გაგვანადგურა. ცხოვრებაში ასე მწარედ არავისგან მომხვედრია. არავისგან. აი, როგორ ვერ ვიფიქრე, რომ ასიმს გული ეთკინებოდა. საკუთარ თავზე ვბრაზდები, ეს როგორ ვერ ვიფიქრე. გინდა ასიმიც მოვინახულოთ. მასთან რა პირით შევიდე. გამოჯამრთელება როგორ ვუსურვა. შესაძლოა თვითმკვლელობა ჩემ გამო არცადა, მაგრამ მომხდარში საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ. ბარან, შენ არაფერ შუაში ხარ. ასიმს ყოველთვის თბილად ექცეოდი. შესაძლოა თბილად ვექცეოდი, მაგრამ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდი. აი, შესასწავლებელში არ მიდიხარ? წავალ, ჯერ ჩემი და გაწერო ნაქედან. წავედი, კარგად იყავი.
ასიმ, გაფრთხილებ. გაფრთხილებ. დედა შენი არ დატანჯო, შვილის დაკარგვით გამოწვეული სიმწარე არ განაცდევინო. გთხოვ, მე მწარე შარბათი რომ მძდავლიო, ვიტყვი თაფლი შევჭამე მეთქი. დედას გულს ნუ ატკენ, შვილო. სანამ მე ცოცხალი ვარ და შენ ჩემ გვერდით ხარ, ამას ნუ ჩაიდენ, შვილო. დედას გულს ნუ ატკენ. იმ ხალხს, ვინც შენს არსებობას ვერც კი ამჩნევს, ყურადღებას ნუ მიაქცევ. გთხოვ. ნარინ, სად მიდიხარ, შვილო? საქმე მაქვს, ბაზარში მივდივარ, რამე ხომ არ გინდა? არა, შვილო, მაგრამ არ დაიგვიანო. მალე დავბრუნდები. დედა, კენდალი წავიდა? წავიდა, შვილო, წავიდა. შიმშილით მოვკვდი. საავადმყოფოდან რა ისმის? დარეკეს, კარგად არიან. ნეტავ მეც წავსულიყავი და დავხმარებოდი. არა უშავშვილო, რიზა გავაგზავნე. სიბელი კარგად არის? არ იცით? რა მნიშვნელობა აქვს როგორ არის? ავადმყოფი კენდალის გვერდით კარგად როგორ იქნება? პური მომაწოდე. ოზლემ და უჩქარე შვილო. ჩქარად შეჭამე. კენდალს ხომ იცნობ, შეიძლება სახლში რამე დარჩა და უკან დაბრუნდეს. მერე ვერაფერი გვიშველის. კადრიაჰანი, თქვენ კარგად ხართ? არაფერი გიჭამიათ. ყელში ლუკმა არ გადამდის, შვილო. ემინეს სიტყვებზე ვფიქრო. ემინე ცამდე მართალია. ხმას არ იღებდა უკმაყოფილებას არასოდეს გამოხატავდა და გვეგონა თავისი ბედით კმაყოფილი იყო. თურმე როგორ ვწდებოდით, წყენას და ნაღოს გულში იხვევდა და იხვევდა. ამაზე როგორ არ ვიფიქრე. რცხვენია როცა მახსენდება. რა მდგომარეობაში იყო. როგორ მინდა ეს ცოდვა არ მამძიმებდეს. რაც საჭიროა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამ ცოდვის შესამსუბუქებლად ვეცადოთ. მართალი ხართ. ვერც მე წარმოვიდგენდი ემინე თუ ასე იტანჯებოდა. ხოლო ეგ ცოდვა გვაწევს, დედა? ნარინ?
რამე მოხდა? როგორ ხარ? წამოდი შიგნით შევიდეთ. ჩემო საყვარელო, როგორ ხარ? არა მიშავს. დღის წესრიგში მოსამზადებელი კურსები შეუტანიათ. დედა ჩემთან ერთად კურსების შესარჩევად მივდივარ. ძალიან კარგი. ძალიან კარგია. რომ დაბრუნდები დამირეკე, ძალიან მომენატრე. ადა, აუცილებლად დამირეკე. კარგი, დაგირეკავ. ანთებში მივდივართ. იმედია იქ დიდხანს არ დავრჩებით. ამ სახლიდან რაც უფრო შორს ვიქნები, უფრო კარგად ვიგრძნობ თავს. დილიდან საღამომდე ამ ეზოში ჯდომას ყველაფერი მირჩევნია. კარგი, წადი და აუცილებლად დამირეკე. იცი რა მინდოდა შენთვის მეთქვა? ჩემი ტელეფონის სამუხტი ხომ არ დაგინახავს? ალბათ მამა შენმა უჯრაში შეინახა. ალო? ეს რა არის? ვერ ვიჯერებ. ადას ბეჭედი უყიდე? რა? ადა, ცოტა ხანში დაგირეკა, უნდა გაგითიშო. რა ბეჭედი? გაგიშდა? ბეჭედი. დენის მომეცე. შენგან ამას ნამდვილად არ ველოდი. ადას უნდა მივულოცო. დიდი გემოვნებით არ შეგირჩევია. დენის, ეგ ადას ბეჭედი არ არის. აბა ვისია? დენის ეს ბეჭედი მე არ მიყიდია, მომეცი. აბა ვინ იყიდა? საკმარისია დენის მომეცი. ეს ბეჭედი ვინ იყიდა? ჩემმა ძმა მიყიდა. ვისთვის იყიდა? სერდარ, ვისთვის იყიდა მეთქი? მიპასუხე. დენის დაწყნარდი. მეხუმრები? რას ქვია დავწყნარდე? მამა ჩემს ბეჭედი უყიდია, შენ კიდევ მეუბნები დაწნარდიო. ჯერ მომისმინე. დედა ჩემი მართალი ყოფილა. თითქოს ცდილობს მამობა გამიწიოს. ის ტიპი ბეჭედს ყიდულობს. ბეჭედს ყიდულობს და თავს ვალდებულადაც არ თვლის, რომ ამის შესახებ რამე მითხრას. როგორც ჩანს, ყველაფერი რიგზია. მეორედ ასეთი სისულელი აღარ ჩაიდინო. თანაც არ მესმის ეს რატომ უნდა ჩაიდინო, როდესაც გვერდით ასეთი თბილი და მოსიყვარულე დედა გყავს. არ მესმის. იცი მსოფლიოში რამდენ ბავშვს ენატრება დედის სითბო და სიყვარული? დააფასე ის, რაც გაქვს. შევთანხმდით? გულს აღარ ვადგენ. აი ასე. მიხვდა თქვენი შვილი. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ. გმადლობთ ექიმო, დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. ასიმ. გისმენ დედა. ემინე, ექიმი მოვიდა. მოვიდა დედა. გასინჯა. შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ, მადლობა უფალო, რომ შვილიშვილი გადამირჩინე. რიზა გამოვაგზავნე, ცოტა ხანში თქვენთან იქნება. კარგი, გმადლობ დედა. ასიმ. ჩემო სიხარულო. წინ იყურე მეგობარო. რა შენი საქმეა? რომ დაგჯახებოდა საინტერესოა, მაშინ რა სიტყოდი? თუ ასე უფრო ყურადღებით უნდა იაროთ. კინაღა მანქანაში შემოგვივერდი და დამნაშავე ჩვენ გამოვდივართ? შენი თავი არ მაქვს, იდიოტო ბიჭო. წესიერად ილაპარაკე. ვინ არის ეს გიჟი? სად იპოვეთ? გონება გქონდა დაკარგული? რამე გითხრათ? ალო, კასიმ. როგორ ხარ? შენზე ვდარდობდი. კარგად ხარ?
კარგად ვარ. კარგად. გმადლობ. ოზლემ, შენი ძმები ისევ გარეთ არიან, წესიერად მოიქეცი, რამე სისურველი არ ჩაიდინო. ოზლემ, კენდალს და ნარინს რისი ეშინიათ? ასეთი რა იცი? ვერ გავიგე? საავადო მყოფოში რომ იწექი ორივე მერთი და იგივე მკითხა, ოზლემს შენთვის რამე ხომ არ უთქვამსო? ნარინი განსაკუთრებით წუხდა. არ ვიცი. ახლა მეც დამაინტერესე. კარგი, ასე იყოს. გაფრთხილებ რამე სისულელი არ ჩაიდინო. ამჯერად კენდალის ხელიდან ვერც მე გამოგლეჩ. კარგი. გმადლობ. ნახვამდის. მოემზადეთ, სახლში მივდივართ. ექიმა რა გითხრა, რამე პრობლემაა? მანქანასთან გელოდებით. ჩამოდით. ცოტა ხანში რიზა ემინეს მოიყვანს და შემდეგ ანთებში წაგიყვანთ. საჭირო არ არის ქადრიეჰანი, ჩვენ თვითონ წავალთ. გმადლობთ. რას ამბობ? რიზა წაგიყვანთ, დაგელოდებათ და საქმეს როცა მორჩებით უკან წამოგიყვანთ. რა თავაზიანი ხართ ქადრიეჰანი? ასიმ. ასიმ შულო. ხომ კარგად ხარ? ღმერთმა კარგად გამყოფოთ ემინე. გმადლობ ებრუ. ღმერთმა კარგად გამყოფოთ დაო ემინე. გამოჯამრთელებას გისურვებ ასიმ. ასიმ როგორ ხარ? ასიმს დავაწვენ უნდა დაისვენოს. ემინე, თუ რამე დაგჭირდებათ, მითხარით. გმადლობ დედა. ჩვენზე ნუ დარდობთ, ყველაფერს მე თვითონ მივხედავ. ისედაც მიჩვეული ვართ, რომ თავის ხვების დაუხმარებლად გავიტანოთ. კენდალ. ეს ბავშვი შენ გამო რა დღეშია. ამას როდის მიხვდები? როგორ ხართ ქადრიეჰანი? ფეხზე ძრიფს გავარშვილო, მაგრამ ვალდებული ვარ თქვენ გამო ფეხზე მყარად ვიდგე. მხოლოდ ჩემი შვილიშვილების გამო თუ შევძლებ ცხოვრებას. ოღონდ ისინი იყვნენ კარგად და მე სხვა არაფერი მინდა. წადით, თქვენ საქმეს მიხედეთ, არ დაგაგვიანდეთ. ექიმ რამე ცუდი გითხრა? გონი ჯობდა რომ შენთან არ მოვსულიყავი. ბოლოს რაც მოხდა იმის შემდეგ, სულ უხერხულ მდგომარეობაში გაყენებ. შენ როგორც არ უნდა მოიქცე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამაყენებ ნარინ. როგორ ხარ?
გუშინ შენს ქალიშვილზე რაღაცას მიყვებოდი. ხმაზე გეტყობოდა რომ მოწყენილი იყავი. არ ვიცი ნარენ. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც დენისი ჩამოვიდა. რატომ? წლებია მე და დენისი ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. ჩემს მიმართ საერთოდ გაუცხოებულია. არა მგონია მან მალე გაუაროს. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. არ ვიცი. ჩემი აზრით ძალიან ბედნიერი იქნება მამამისი გვერდით რომ ეყოლება. ალბათ ცოტა ჭირვეულობს, უნდა რომ განერვიულოს. იმედია ასეა. შეჩერდი, სად მიდიხარ? პრობლემა ეს არის? სკოლა დაამთავრა, მაგრამ ვერც ერთ სასწავლებელში ჯერ ვერ მოხვდა. რამე უნდა მოვიფიქრო. რადგან აქ იქნება მოსამზადებელ კურსებზე ჩაწერი. ებრუ ადას და მაიას მოსამზადებელ კურსებზე აგზავნის, შენც ჩაწერე და ერთად ივლიან, დამეგობრდებიან. შენი შვილი აქაურობას უფრო ადვილად მიეჩვევა. ნეტავ პრობლემა მხოლოდ სწავლა იყოს ნარინ. დენის უთანხმოება ჩემთან აქვს ნარინ. დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა ვთხოვო, არ გააკეთებს. მეთაურო, შევეცადე, შემეჩერებინა, მაგრამ კარგი შვილო. ესე იგი სიმართლე ყოფილა. შვილო, აქ რას აკეთებ? ჯერ ერთი შვილს ნუ მეძახი. გავთხილებ, შვილი არ დამიძახო. მე რას ვაკეთებ? შენ რას აკეთებ? დენის გონს მოდი რას ამბობ? დედა ჩემს სიმართლე უთქვამს. შენთვის რამდენჯერ უთქვამს აქედან წავიდეთო, მაგრამ უარსეუბნებოდი. ეს არის? ბეჭედი ამ ქალისთვის იყიდე? დენის. იცი, დედა ჩემი რომ იყვებოდა, არ მინდოდა რომ დამეჯერებინა. მაგრამ თურმე სიმართლე ყოფილა. დედა ჩემი ამ ქალის გამო მიატოვე. დედა ჩემი ამ ქალის გამო მოკვდა. შენ? ბედნიერი ხარ? რა თქმა უნდა, ჩემზე საერთოდ არ გიფიქრია. ჩამოვედი და მთელი გეგმები ჩაგეშალათ, არა? ნარინ. ნარინ. უკან გაყევი. რაღაც უცდი. გაყევი. ხვდები მაინც რა ჩაიდინე დენის. შენ არაფერი იცი და ასე რატომ ლაპარაკობ, გონს მოდი. თქვენს ოთახში შედით. გუშინ ემინემ ყველას თვალწინ გალანძღა, ამიტომ არის ასეთ ხასიათზე. გამარჯობა შვილო, კარგად ხარ? კარგად ვარ დედა, გმადლობ. რა მოხდა მელიქ? ასეთი სახე რატომ გაქვს? კენდალი სად არის? ჩემი ძმა წავიდა დედა. ექიმმა რა თქვა? სერიოზული არაფერია, უნდა იწვეო. წადი დაწექი, ფეხზე დიდხანს არ იდგე. ასიმი როგორ არის დედა? კარგად არის. კარგად. აი შენი და ოთახში შეიყვანე, დაისვენოს. რა გიჟია, წინასწარ ვერ მიხვდები, რას მოიმოქმედებს. მგონი ჩემთვის ბეჭედი უყიდია. ტელეფონით ველაპარაკებოდი და დენისის ხმა გავიგონე. კითხე, ეს ბეჭედი ადას უყიდეო? რას ჩურჩულებთ? არაფერს. იმ გოგოს გამო ალბათ ბოდიში უნდა მომიხადოს. შეცდომის გამოსწორება უნდა, მე ზედმეტი მომივიდა. არა და რამისი ბრალია იმ ავადმყოფს თუ შეუყვარდა. არა, კარგია რომ ასე მოხდა.
ალო? ოღუს ხომ გითხარი, ჩემ გამო ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში ვარდები მეთქი. ახლა ჩემი შვილი მოვიდა და ნარინ, ბოდიშს გიხდი. ვერც კი მივხვდი რა მოხდა. ძალიან წუხვა რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი. დენის დაველაპარაკები ავუხსნი რომ შენ არაფერ შუაში ხარ. კიდევ ძალიან წუხვა რომ მისგან გაიგე. ის ბეჭედი რომ გიყიდე. ნარინ. ოღუს მერე დავილაპარაკოთ. ქადრიაჰანი, მოსამზადებელი კურსების აუდიტორიაში ვართ. ვიცი, ლექტორის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი გამიგე. გავიგე, სახელად ელიფი ქვია, მოსწავლეებს ისამზადებს. რიზა, ტელეფონის ნომერს გეტყვით. იწერთ? მოიცადე. გისმენ. ბავშვი შეიძლება ავადმყოფი დაიბადოს. ზუსტ დიაგნოზ გამოკვლევების პასუხების შედეგად დავსვამთ. თქვენი პირველი შვილის ასიმის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ? ასიმს გამოეცხადე. ემინეს გამოეცხადე. ბარანს მოაკითხე. მე რატომ არ მომაკითხე? მე რატომ არ ვნახე? მხოლოდ ერთი ნატვრა მქონდა. რატომ? რატომ? მხოლოდ ერთი ნატვრა მქონდა. რატომ? 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 ლექციები ერთი კვირის წინ დაიწყო. ლექციების შემდეგ შეუძლიათ დამატებით მეცადინეობას დაესწრონ და გაცდენილი საათები აინაზღაურონ. ლექტორებს წინასწარ გავაფრთხილებ. მაია, საკმაოდ პრესტიჟულ სასწავლებელში ჩარიცხულ ხარ. რატომ არ მიდიხარ? საჭიროება ასე მოითხოვს. კიდევ ერთხელ ცდის. გასაგებია. გოგონებს უკვე შეუძლიათ ლექციებს დაესწრონ. კარგი. უკაცრავად. გისმენთ? ქალბატონო, ქადრია შამვერდი გაწუხებთ. ადა და მაია ჩემი შვილიშვილები არიან. ახლა თქვენ გვერდით უნდა იყვნენ. გთხოვთ, არ შეიმჩნიოთ, რომ მე მესაუბრებით. მათ მოსამზადებელ ხარჯებს მე გადავიხდი. მათ ამის შესახებ არაფერი უთხრათ. გთხოვთ, გაიგე შვილო. დიახ, ქალბატონო, გასაგებია. ხვალ მოვალ და თქვენ ვალს გავისტუმრებ. კარგით, ხვალ გელოდებით. ხვალ აუცილებლად მოვალ შვილო. ნახვამდის. კურსის საფასური შესაძლოა ნაწილ-ნაწილად დავფაროთ, არა? რა თქმა უნდა, ბუღალტერს დავურეკავ და ქვითრებს გამოგიწერენ. წარმატებებს გისურვებთ. გმადლობთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ეს საკითხიც მოვაგვარეთ. სანამ ძალიან გვიანი არ არის, ლექციაზე შედით. მე სიბელს მოვინახულებ, ასიმის გამოც ვდარდობ. კარგი დედა. მაია, ლექციაზე არ შემოვალ. სერდარს უნდა შევხვდე. რა სიცულელეს ამბობ ადა? ლექციას პირველივე დღეს აცდე? თანაც ვერ ხედავ დედა როგორ წვალობს, რომ განათლება მოგცეს. კარგი რა მაია, უნდა წავიდე. ნარინ. რა მოხდა, კარგად ხარ? მოდი დაჯექი. ხმა მოიღედაო, რა მოხდა? ძმაო, რა აზრი აქვს, ხმას ამოვიღებ თუ არა? დაო, ნუ მაშინებ, მითხარი რა მოხდა? რატომ ძმაო, რატომ? შენ მაინც რატომ შემაქციე ზურგი? შიშისაგან გული ხელით მიჭირავს ოზლემმა, სიმართლე არავის უთხრას მეთქი.
ჩემი დარდის და ნაღველის გასაზიარებლად ვინმესთან მივალ და ან მაგდებენ, ან თავიდან მიშორებენ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. სიმართლე ვაღიაროთო. რატომ? ჩემთვის სათქმელი სხვა არაფერი გაქვს არა? სათქმელი არაფერი გაქვს, რადგან ყველას თვალში ის ადამიანი ვარ, რომელმაც სხვას წაართვა შვილი. ისეთი უსინდისო ადამიანი ვარ, რომ საერთოდ არ მადარდებს ებრუ რას იფიქრებს, რას განიცდის. ხომ ასეა? ასე არ არის ძმაო, ასე არ არის. არაერთხელ მიფიქრია, ებრუს ადგილზე მე რომ ვიყო, ნეტავ როგორ მოვიქცეოდი, რას ვიფიქრებდი, რას განვიცდიდი მეთქი. ამის გაფიქრებაც კი არ მინდა. კინაღამ გავგიჟდი. ჩემი დანაშაული ის არის, რომ ბარანი ყველაზე მეტად მიყვარს. ძმაო, ისეთი უსინდისო ვარ, რომ ებრუს თვალებში ვუყურებ და შვილს ვართმევ არა? უფლება არ მაქვს არა? უფლება არ მაქვს დედას შვილი წავართვა და დავუმალო. მართალია, ამის უფლება არ მაქვს. მითხარი ძმაო, შვილის გამო გალანცხვას, განკითხვას რომელი დედა არ აიტანს? შენ? გგონია არ ვიცი, რომ ღამეები სედეფის გამოტირი. მომისმინე ძმაო, ბარანი ჩემ შვილად მივიჩნიე. ამის გამო მხრებზე მძიმე ტვირთი მაწევს. თქვენ გგონიათ, რომ ებრუ მძულს? არა, მე ებრუ არ მძულს. ებრუსი მეშინია ძმაო. მეშინია. მე ებრუს დედობრივი გრძნობის მეშინია. ეს საშინელებაა. არ ვიცი კენდალი როგორ შევაჩერო. ამ საცოდავებს როგორ ეკცევა. ამაზე თვალი როგორ დავხუჭო. უფალო გადმოგხედე და დაგვეხმარე. აიშე. შენი და როგორ არის? სძინავს. შენ სად მიდიხარ? სასწავლებელში. წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა დამთხოვა წადიო. წადი შვილო, წადი. შენი განათლება შენიდისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ბარან, სად იყავი? ჩვენზე ადრე წამოხვედი და ახლა მოხვედი? ცოტა გავიარე. სახლში მაინც ვერ დავიძინებდი. შენ სკოლაში მიდიხარ? ხო. ბარან შვილო, წაიღე შენი კოსტიუმი. ბიცოლა, გთხოვ არ გინდა. მანქანის გამო არ მიწყინო. თავი დავკარგე შვილო, ცოტაც და ჭკუაზე შევიშლებოდი. არ გეწყინოს. წაიღე და ჩემზე ნაწყენი, ნუ დარჩები. $135 სერიის დასასრული.
ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.